ბათუმელი სპორტსმენები გადაწყვეტილებას საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დადებითად აფასებენ, დაჭერის მთავრობის თავმჯდომარეს სოლიდარობას უცხადებენ. თავიანთი პოზიცია რეგიონის სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა ხელმოწერითაც დააფიქსირეს. სასპორტო სკოლის დირექტორ მუხრან ვახტანგაძის განცხადებით, სპორტის დეპარტამენტის მისამართით პრეტენზია არაერთხელ გამოუთქვამთ, მერაბ ნაგერვაძის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით ხაბაძე სწორედ მათ მიმართეს. კულუარული ინფორმაციით დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიცია მუხრან ვახტანგაძის კანდიდატურა განიხილება, თავად სპორტსმენი ამბობს, რომ შეთავაზების შემთხვევაში წინადადებას სიამოვნებით დათანხმდება. ჩვენ გავაკეთეთ მოთხოვნა სპორტულმა ფედერაციებმა ბატონ არჩილ ხაბაძესთან, ამ ადამიანმა ჩვენი გულისტკივილი მიიტანა გულთან ახლოს და მიიღო ესეთი გადაწყვეტილება. თუ მექნება შემოთავაზება და თუ მთავრობის ხელმძღვანელობა დამავალებს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობას, აუცილებლად მივიღებ და ჩემთვის დიდი პატივი იქნება და დიდი პასუხისმგებლობა. ევროპის ჩემპიონი გავიხდა და 3 პრიზიორი ახალგაზრდებში. ასევე მსოფლიო ჩემპიონი გავიხდა და მსოფლიოს 3 კაცი მსოფლიოს მე-3 პრიზიორები გავიხდა. შეხვედრას არ ქონია არავისთან. ერთადერთი პირველად ევროპიდან რო ჩამოვიდან ბატონმა გიამ მიგვიღო თავამაიშვილმა, ეგ იყო და ეგ სპორტის დეპარტამენტს საერთოდ არ მიუღივართ ხოლმე. და ეს გუნდი არის, რომელიც ხო თებერვლის თვეში საქართველოს ჩემპიონატზე არ იქნა, როგორ გითხრათ, ეხლა დასპონსორებული. მეპურემ უნდა აწყოს, აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა. მე გავაპროტესტებ, რომ უხეში ჩარევა არის სპორტთან კავშირი. არა პოლიტიკა კი არ უნდა იყოს, სპორტი იყოს სპორტი, არა პოლიტიკის გარეშე უნდა იყოს სპორტი. ყავთ სასურველი კანდიდატი ამ თანამდებობაზე? ბატონი მუხრან ვახტანგაძე, ჩამოყალიბებული ადამიანია და სპორტის ესმის და ყველაფერი მიისწრაფის ეს ადამიანი და თავიდანვე სპორტშია ჩაბმული და ესეთი ადამიანები უნდა იყოს ყველა.